Tristan Tsitselasvilis და თავდაცვის სამინისტროს გარშემო გაჟღერებული სკანდალური ინფორმაცია ისევ ურთიერთბრალდებების თემაა. მინდია ჯანელიძის ინფორმაცია, რომელიც ირწმუნება, რომ ობიექტს, რომელშიც Tsitselasvili მისი ნებართვის გარეშე შეიყვანეს საიდუმლო სტატუსი, არ ჰქონდა კატეგორიულად უარყოფს თინა ხიდაშელი. უწყების ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, ეს იყო საიდუმლო ობიექტი, რომელსაც სტატუსი უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე მოგვიანებით მოუხსნეს. შემილია ეხა არც მისამართების დასახელება იმ ობიექტის, რომელზეც საუბარია, მაგრამ ის ნამდვილად შემილია გითხრათ, რომ ეს საიდუმლო ობიექტები. თინა ხიდაშელი ამტკიცებს, რომ ობიექტი, სადაც Tristan Tsitselasvili იმყოფებოდა საიდუმლო სტატუსის მატარებელი იყო და არ ეთანხმება მინდია ჯანელიძის შეფასებას, რომელმაც ამ ბაზაზე შესვლას მხოლოდ სარეჟიმო წესის დარღვევა უწოდა. ერთ-ერთი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენ მოუხსენით მას საიდუმლო სტატუსი. ანუ მანამდე ის საიდუმლო დაწესებულება იყო, სხვანაირად ვერ მოუხსენდით მას ამ სტატუსს. ეს არის აბსურდის თეატრი მთლიანად. ეს არის მთლიანად რაღაცა პოლიტიკურ სპეკულაციებზე დაფუძნებული. მინდია ჯანელიძე კვლავ პოზიციაზე რჩება და Tsitselasvilis ობიექტზე შესვლას სარეჟიმო წესის დარღვევას საიდუმლო სტატუსზე საუბარს კი სიცრუეს უწოდებს. ეს ინფორმაცია არის ტყუილი, პირდაპირ გეტყვით. ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ან არ იცის ამის შესახებ, რომ ამ ობიექტს არ ქონია საიდუმლო სტატუსი, ან შეგნებულად აკეთებს ამას. ხიდაშელი ცდილობდა უკვე სააკაშვილის, ბაჩანახალაიოს და გიგი კალანდრის დანაშაულების დაფარვას. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები Tristan Tsitselasvilis მტკიცებით 300 მილიონი ლარის გაფლანგვაში არიან ეჭმიტანილები. მისი თქმით, სწორედ ამის გამოსაკვლევად შევიდა სამხედრო ექსპერტის სტატუსით 2014 წელს თავდაცვის ობიექტზე. ხიდაშელმა შემდგომ არ გააგრძელეს გამოძიება და თაროზე შემოდო. ამიტომ ის ყველაფერს ცდილობს, ახლა ატყუილებს ის ხალხს, როგორც ყოველთვის ცდილობს როგორმე გამოძიოს ამ სიტუაციიდან, მაგრამ მას მოუწევს პროკურატურას ან პასუხის გაცემა. თავდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით პროკურატურამ უწყებისაგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, რომელიც გადაეგზავნა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს Tsitselasvilis სამხედრო ობიექტზე შესვლა დანაშაულია თუ არა. ჩვენ მაქსიმალურად ყველა ინფორმაციას მივაწვით ბუნებრივია. თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო პირველადი მონაცემებით სარეჟიმო წესის დარღვევას გავს. ეს მე არ მithქვამს, ეს თქვა გენშტაბის ხელმძღვანელმა და მე მოვახდინე ამ პასუხის კონსტატაცია. ის ობიექტი, რომელიც ფიგურირებს ამ საქმეში, არ განეკუთვნება არც მართვის პუნქტს, არ განეკუთვნება არც განსაკუთრებული დაცვის ობიექტს. უშიშროების საბჭოში, რომელმაც თინა ხიდაშელის თქმით ობიექტ საიდუმლო სტატუსი მოუხსნა, დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი საერთოდ არ იყო ჩაყენებული საქმის კურსში. რაც შეეხება შემდგომ უშიშროების საბჭოს გამოთხოვილი აქვს დეტალური ინფორმაცია. საუბარი იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები მინდია ჯანელიძის ministrობის დროს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. ერთი კვირის წინ გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ დაიწყო. მისი თქმით, ობიექტი ფირზე Tristan Tsitselasvilმა აღბეჭდა. სამწუხაროა, რომ სამხედრო მუნდირის უკან პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა აი ამ ინფორმაციის ერთგვარი აშიტირება. დისკრედიტებული თავდაცვის მინისტრი იზორია, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი აკეთებენ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რითაც ჩანს, რომ მათ ძალიან კარგად იციან რა სიმძიმის დანაშაულთან გვაქვს საქმე და ცხადია, ყველა ის ადამიანი, ვინც ხელი შეუწყო ამ დანაშაულს, თავად არის დანაშაულის თანამონაწილე. რეაგირება როგორც მე ვიცი თავის დროზე იყო, თუ ის რეაგირება არ იყო საკმარისი, ახლა არის იმის დრო და საშუალება, რომ კიდევ უკეთ გავერკვეთ რა ხდებოდა. პოლკოვნიკი Tsitselasvili 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისათვის პატიმრობა მიუსაჯეს. მან ციხე 2013 წლის იანვარში პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.